მარტო ჭამია დათვი და მელა, ნინი ძამულაშვილი. დათვი და მელა დაძმობილდნენ, გაუდგნენ გზას. გავიდნენ ერთ მინდორზე, დათვმა დაინახა ცხვრის ფარა და მელას უთხრა: მელიკო, თუ შეგიძლია ერთი ცხვარი მომიყვანეო. მელამ უთხრა: როდესაც მივალ წყამსები, მე გამომეკიდებიან დასაჭერად, შენ კი ცხვარი მოიტაცე, მაგრამ ურჩემოდ არ შეჭამოო. მივიდა მელა მწყემსებთან. მწყემსებმა დაინახეს და დასაჭერად გამოეკიდნენ. ამ დროს მიირბინა დათვმა და ერთი ცხვარი მოიტაცა. ერთხანს უცადა მელას, მაგრამ ის არსად ჩანდა. ბოლოს ადგა და ცხვარი მარტომ შეჭამა. ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა მელა და ხედა, ცხვარი აღარ იყო. უთხრა: დათუნია, ცხვარი რა უყავიო? დათვმა დაიფიცა: მე არ შემიჭამიაო. როდესაც ცხვარი მომყავდა, მგელი შემხვდა და მომტაცაო. მელა განაწყენდა, მაგრამ რას იზამდა? გულში დათვის ჯავრი ჩაიდო. დაადგნენ გზას. ბევრი იარეს თუ ცოტა, მელამ დაინახა, რომ ერთ კაცს ცხვრის ქონი მიწაზე დაუდია და გვერდით კი ხაფანგი გაუმართავს. მელამ დათვს უთხრა: წადი იმ ხესთან, ქონს არიგებენ და ჭამეო. გახარებული დათვი გაიქცა, ორივე ფეხი ხაფანგში ჩადგა და ქონს ჭამა დაუწყო. ამ დროს ხაფანგი დაიხურა და დათვი შიგ მოექცა. კმაყოფილი მელა კი არხეინად გაუდგა გზას. დასასრული.